ყველაზე სკონი იქნება. ხო, ყველაზე სკონი. შენ ხარ რაღაც ექსკლუზიური ოფერი უნდა მოგცე. აბა, ექსკლუზიური. აი ხა მოვფიქრე. დავაი გამოვიდა. ორსაბათობა ხო გახდა 3 საათიანი. საშუალოდ. ხო. ნუ მეტიც ყოფილა ნაკლებიც, მაგრამ უფრო 3 საათიანი. რომელი? 3 საათს მე დავამშვიდობოთ მაყურებელს და ეს სეტი იქით მოგიწყობ პოლიტიკურ, ზოგად საკაცობრიო, სოციალურ რაღაც თემებზე. და გადავიდე იქით ღამე. გადადი და გაგრძელე, ანუ ეთერი რა. ღამე ტატოსთან მართლა უკვე ისეთი რომ აი უკვე რაღაცა ის მოსაფიქრებელია მაგ თემაზე რამე. მაგრამ შენ გააკეთო კაი, მაგრამ ვინ გაფიშვებს ეთერში შეჭო. კიდევ კამერა შევატრიალოთ? ეთერში გახვალ. ოპერატორი ამას არ ყავს. ხო და თქვენ წახვალთ. არა, გადავწვევი შეჭა, წამოვწვევი იქიდან, დავიხლები. მოგისმენ, რაც იქით დამღლელი არ არის ყოფნა, ხო? ახლა აქ მაინც ისე. არა, ვაფშე რო წახვიდეთ რა უნდა ეხლა იმას გამორთავ. OBS მეც გამორთავ შეჩემ რა. ხო. ზუბალამა. ანუ გადაცემას რო შევატრიალეთ შენ. არა, გადაცემას ვამთავრებ. იქამდე რო არ შეება სანამ არ მიხვედი იქ. სანამ კომპიუტერად არ ვიანი კურიერი ხო იყო? ღამის კურიერი იყო. კურიერი ხო გააკეთეს? მე არ ყოფნიდა ეს რუსთავის წამყვანი გამოდო რომ ღამის კურიერიც გვინდაო და აი ეხავო და ღამის კურიერი ჩავურთეს მე და ღამის კურიერი ქონდა. ეს 3 საათი რომ მორჩება, თან ამაგარია უკვე არქივართ რა. მეგობრებო, ორშაბათობა მთავრდება ღამე ტატოსთან იწყება, ეხლა დაგემშვიდობებით და ტატო ჩაგვშვება და ილაპარაკებს ღამით და გაგრძელდება ეს. 3-ს გაგიწოდებ. მე კამილა ჰარისი. ამდენი რა კამილაო. ამდენი რა ილაპარაკებს ეჩემა. მაგაზე გეთქვა ჰარის თუ ტრამპი. მაიცერცამ, რაც ვერ დავამთავრებ ჯერ. იმიტომ რომ რაც ერთხელ ცადა ამერიკამ. ხო. შეიძლება გამოყლევებულია, ანუ მე რა დაობა იყო. იმის არ იყოს შვიდობა და მშვიდობა რომ დაპატენტებული აქვს ვიღაცებს. ვიღაცებს. ეს არა ვქეთ, ჩემ დროს ომები არ იყო, მე რო ვიყავი, ეგ არის, აი მე რო ეხა დავცხო მეზობელს აქ, ტრამპის ის არის შეეწერება, რომ აი იმის დროს ომი მოხდა, ვინ გონია, სოფლის პრეზიდენტი გონია თავი? ერთი ვიდეო მაქვს ნანახე, გენიალური ვიდეო არის, ყველაზე მეტად ბევრ რაღაცაზე მეტყველებს, მარტო აქტივზე არა, ადამიანების შეხედულებებზე, ხანდახან როგორი მცდარი შეიძლება იყოს რაღაცა რა. რომ ტიპი იყო ვიღაცა რედნეკი და რედნეკი არა, რედნეკი ყოფილიყო და ჰილბილი, იმენა ჰილბილი იყო რა. სადღაც სადღაც დისიმაში, აი სადღაც რა ცხოვრობდა ტიპი, აი ნიანგი უფრო მეტი ყავდა გარშემო რა, გარშემო ფლორიდაც არ არის ოღონდ აი მისისიპია თუ არა, პიზდეცია, სადღაც ყო, ალაბამაშიო. და გარშემო არის აი ჭაობი და რაკუნებს ჭამს ტიპი და სახლი ქონდა გარჩე აი რა ვიცი, ჩეჩმები მაქვს უკეთეს ნანახი სოფლებში, საქართველოში უსინდისო იყო, მაგის სახლი იყო ჩეჩმებზე უარესი რა. იმას ცხოვრობდა შეჩემ. და აი მართლა რაკუნებს ჭამდა და რაღაცე ერთი კბილი ქონდა. ტუალეტი უნიტაზი ედგა ქუჩაში გარეთ სადღაც და სკამი ქონდა გამოხრეტილი და ტრამპის ხანდაჭერი იყო და ჟურნალისტი ეკითხება რომ რატო ხარო ტრამპის ხანდაჭერი, ანუ რა მოგწონსო ტრამპშიო რა. ჩემნაირი კაციაო. რანაირად აშენაირი შენი დედა მოუთხარ გუყურებ. რანაირად აშენაირი ბიჭო. ტიპი არის ნიუ-იორკელი მილიარდერი ოქროს უნიტაზებზე გაზრდილი შეჭებას ზემოდან მე 200 სართულის ქვემოთ არ ჩამოსულა პირველი 15 წელი ალბათ თავისით. და პირები აფუთხებდა ხალხს ალბათ. ადამიანი არ მიაჩნია ვიღაცა თუ მილიონერი არა. რანაირად აშენაირი შეჭო ერთი კბილი გაქვს და ჩეჩმაში ცხოვრობთ. ამ ტიპს ეგონა რომ ესო ჩემნაირი კაციაო შეჭო ტრამპი. თქვენს წინაშია ცნობილი სახალხო მტკმელი ზუბა ლამა. გამოვყლევთ გამიშვილის ხმა რო გავიგე მეთქი რა ხადება. თავდა ყოვლის შემძლე მაჯლაკუნა. დამჩაგრი არაფის ხარ. არაფის ხარ. რა მიქნიცია როგორც ჩარლიდი მაკახი. ისაუბრეთ. საუბრობს. ადექიდა დამჭიდი. სადაც ხილები მაქვს ყველანი მაგილეს რო ტიპები გამიკეთე როდი დაჭიკული ვიყო. ეგ ცოტა ადექიდა კიპრარი მინდა გაზამარტყავი და დამწყობში სამჯერა არა სამი ცოტა 4 ჯერა დილითა და საღამოთი ჭამსტი ეგრე მიქენი აი ეს არის 3 საათი ეს 3 საათი რო გავაეგარი აი ეგარი ეგ ფილი შემიწვი შერო იქნები და არა მაჭამო ზეთკეჩუპი მასხიდა აი ცარმაჭამო გემოზე მომიყვანე მადა აღიბიც არის რომ იმეკარები მითხარი უმია მატყვიდა და თამაჭერი ჟურნალში ხუთიანი გავიფორმე გრანდიოზული მამაჩემ ამცებოს კიბლარითა და ადექი მერე და აი ეხეში პლოსკო გუცდა ლავით ძველი დამიღენი შუა დამატებით ხედე კატოკები შემომიგორე და საჭუქარია მითხარი ებჟე არა შვიდი
ჯერ მიხარი ეგრე რომ კავშირზე დავწობდე. ადეში და კარტუსებიან მიდორზე ფეხბურთი მათამაშეს ხარბებითა და პრესტიჟის გოლი არ გამატანინო. დამჩაგრე. უკაცრავად მალე დაამთავრეს თქვენ? არა? წავედით ჩვენ ყველა და აგერ გასაღებს დაგიტოვებთ, რო დაამთავრეთ, ღია არ დატოვოთ რა. ვახტანგ გორგასის მკვლელობა დამამრალე ორჯერ ეგრე მითხარი მუსიკა გათიშეზე. ის მუსიკა წინარც გქონდა? თუ ეხა ბოლოს ერთობა მუსიკა მახსოვს, მანამდეც იყო მუსიკა. კი, იყო. მე მაგ მუსიკაზე რა პრობლემა არ იყოს. აი იყოს რა გავაკეთო. ჰაჰა მონტაცე გაგვითიშო. ნო. ლაივი თუ წაიშალა გატეხავს. ხო და უკრაინა საქართველოს არ უნდა გველაპარაკა? თუ ის არ წავიდა გადაცემა და ვერ ლაპარაკეთ ფეხბურთზე. დავბრალოთ სტატუს უფრო მეტად. მე უფრო ვცდილობ ხოლმე რომ ფეხბურთისკენ წავიღო. ბიჭო, ვეღარ, აი რა ვიცი, ძალიან უცნაური რაღაცაა, მაგრამ ვერ ვასწრებთ ხოლმე მართლა ძალიან უცნაურად ხდება 3 საათი გავდივარ, ადრე საათში ვასწრებდით რაღაცებს ლაპარაკს ეჩემ. იმიტომ რომ სხვა თემებზე არ ვლაპარაკობდით. როგორ არ ვლაპარაკობდით? რატო ვერ ვასწრებთ, ახლა ვერ ხდება? რა პრობლემაა? დარაში. რაზე? 40 წუთი ვლაპარაკეთ FIFA-ზე, ბიჭო? სახალხო თქმელი ზუბალამა. მე ბუნდესლიგა დამიჩაგრე ხა შენ, მაგრამ არ მელაპარაკე. მე დაგიჩაგრე მე. ხო, დავიწყე ბუნდესლიგაზე ლაპარაკი. მაგარი თამაში. ეხა ტრამპი ახალახსენე შეჭო, მანამდე ვამბობდი რა მაგარი თამაშები იყო თქო. მარმუშზე მინდოდა თქმა. მარმუში და ის რა ქვია? ვიცი რა თამაშობს ბიჭო? ვიცი რამდენი გოლი აქვს უკვე. 8 გოლია გადან. პირველზეა. ხო. შაშან გაიდან 12 თუ რა თქმა. შაშანაც კარგი იყო თან თუ. ნახე ხო. ევროტურნირებიც კარგი იყო. მე რომ ნახულობ დამაინტერესა, აღარ მახსოვდა რა, ვოლსბურგში მახსოვდა რო იყო და ტიპი კაროჩი არის უფასოდ არის გადასული ვოლსბურგიდან აინტრახტში. და თან როგორ იცი რომ განათხოვრებული ყავდა ვიღაცას იქ. ერთ მაგ დედაც. მარმუში. არა, ნახე. აი რა წავედით. მეგობრებო, მადლობა. შეჩემა, ფეხბურთელს რომელიც ბუნდესლიგის მომარდებში პირველ ადგილზე ერთი მაგის დედაც მოვტყანო შეჩემა. შენ რომ ლუის ფიგუს აგინებ ხოლმე კაია. ლუის ფიგუს იმიტომ აგინებ რომ მიზეთ ბავშვა გამიმწარა შეჩემა და ხო და მეც მომწარებს ახლა მარმუში. აგინე ტიპ შეჩემა. მორჩეთ. და სანდროზე გადაობ ხოლმე ხელი არ ქონდა მაგაზე რაც მოვტყანო იმას რომ შეაგინა კაექტორ კასტროს და შენ პროსტა შეაგინე ტიპ შეჩემა. ანუ ყვებოდი იმას რომ აინტრახტში ვოლსბურგის საკუთრება იყო ტიპი აინტრახტში განათხოვრებული ყავდათ. კარგად რო ითამაშა დაიბრუნეს მერე. მოიცა, განათდი. რო დაიბრუნეს მერე გაუშვეს უკან. ჩაუწი. აი ხო, ნახვი ყლეზე მკიდია. მეგობრებო, უღრმესი მადლობა. არ ყოფნის ჩვენ ეს ეთერი სამწუხაროდ, მაგრამ გვაქვს კიდევ სხვა ეთერები და იქ ვისაუბრებთ. ბატონი ვახტანგი მარმუშზე საუბრობდა და დაამთავრებს გადაცემას მარმუშით. ჩვენ წარდგენი გახლავთ ევროპა სპორტად დაამთავრებ არაფერს. არა? რა მაგის დედაც მოვტყანო შეჩემა და ეხლა რა უნდა ვთქვა ტიპზე. სათქმელი ითქვა უკვე. მეც მაგის მოსვაპირებთ. გათიშე ხალხო გამეხანოვიჯეთ შეჩემა. ბიჭო რა კაისეტია ესეთ აი ამაზე უნდა გქონდეს რამე გადაცემა რა რაზე ხმები რომ შეცვლილი უნდა იყოს ხმები უნდა იყოს შეცვლილი და რაღაცა ესეთ თემებზე უნდა ლაპარაკობდეთ ბიჭიკო იყო ეგეთი ესე იჯდნენ ზუსტად თან ჩაბნელებულში და ვინ არიან აბა ჰა ვინ არიან და გამოიცნოს ხალხმა რა აბა სულვეტი უნდა ჩანდეს ხა ჩანვართ ჩვენ ხო უფრო ბნელი უნდა იყოს და ზარები და ვიღაცებს ვინ არიან ანუ ვიღაცებინეს ცვალო წამყვანები არა ორი სხვადასხვა წამყვანები მაგას გეკითხები ნუ ცვალო წამყვანები თქო არა ორი ტიპი უნდა იყოს ხომ დაიცოდნენ ვინ არიან თავიდანვე ანუ ვინ ვარ მესაწვევი იდეას ისა მოგევასება გადაცემა კიდე ეთერში ვარ ხო ეთერში ვართ ხმებს გვიცulis რომ სხვადასხვანაირად ვილაპარაკოთ მოვრჩეთ შეგვითხოვეთ ხმა ხა შესულით ხმა გვაქვს ის ხმაა ზუბალამას გადაცემა დაიწყო თათია გოჩოლეიშვილის კომენტარი და მთავრდება თათია გოჩოლეიშვილის კომენტარი ხმას შეცვლილი ჰქონდათ მაგათ ვინა თათია შენ ხარ რა გადიხარ ხოლმე მეგით მაშინ ნოტისის მოწერილი მე მგონი რაღაცა ის არის კეთ ფიშინგი გავასება კეთ ფიშინგი აფია მაგას როფია კეთ აფია მაგას და ტრანსგენდერი შეჩემა რა ტრანსვესტიტი რა ტრანსგენდერი შეჩემა მაგრამ მაგას ხსენებდი ახლა შენ გიყურებდი და ფიქრობდი ხალხო გადაიქცნო ვიღაც მისდევს აი კაცები რო ქონდეს სახელით წერენ მესიჯებს რაღაცებს მაგას ქვიათ განდონები ქვიათ მაგრამ
კიდე კეთფიშინგი აქვს, კეთფიში. ზოგი წენებია, გინდა, რამდენი შეჭა. კარგად. შემდეგ ორშაბათამდე შევხვდებით. პარასკევს. კაი, დაგვრჩა რამე საქმე. ისეთი არაფერი, ხო? ამდენ ხანში ითამაშებდით. გააგრძელებთ, აი, ბევრი ხალხი მოგვიწოდა. შემდეგ არა, ეს ნახე, ეს შემდეგ თამაშიმეზე გავაგრძელოთ რა. ეხლა ძალიან გვიანია რა, უკვე. მე ხვალ პოდკასტი მაქვს. გადარეულთან მივდივარ. მე კიდე იმაზე მივიდე რა ქვია, პავლიკასთან პოდკასტზე და დავისვენებ ხა დღეს. არც დაღულილ ვარ ხა პრინციპში, მაგრამ ხო, და თუ არ დაღულილ ხარ. ყველა გადაცემას უნდა ქონდეს ლოგიკური დასასრული. არ შეიძლება უსასრულოდ გაიწელოს გადაცემა. ბევრი ხალხი რო ზარმაც ბიჭო, რანაირად ზარმაც 3 საათი ზივარს ეჭემა ლაპარაკ, ბევრი გადაცემა იცით 4 საათიანი. ზარმაცი რატო ვარ? შემდეგ ანუ ცოტა სხვანაირად კუთხით რო უყურებ, რომ აი არ დაიღალოს მაყურებელი. ეხლა ლაივში ვინც არის კიდე არა, მე ხვალაც უყურებს ვიღაცა, ანუ ჩემეჯვა მუღამშიო ეხლა და ნუ აი ზარმაციო ბიჭო, ანუ რამდენ საქმეს ვაკეთებ? კიდე ხვალ საქმე მოგდა, მაინც ზარმაც მეძახიან ჩემი. ვა ინახარ თქვენ. გააგრძელეთ სოროსის მონებო. კალაკი რა კოალა ხარო. ახლა ხურდებოდი, ბიჭო ეხლა გადავრჩით. ეხლა ხალხი წარმოიდგინეთ, უმეტეს ბევრი ტიპი წევს იცით მე ზარმაც უყურებს და მე უზარ იმიტომ რომ ხა უტეხავ აი ჯერ არ ჩაძინებია ბოლომდე და შენ როგორ უტეხავ ეხლა წარმოიდგინე რომ აი დაუმთავრებ და რაღაცა სხვა მოსაძებნი შეჩერმა რა და ეს ცოტა უნდა რა 15-20 წუთი უნდა და მიიძინებს საკაიფოდ რა ხვალ დილით გაიღვიძებს იმაზე იქნება შემდეგ 3 საათ ნახევარი ეთერში ვარ ყველაფერი გავაკეთე რომ ხალხს დაეძინა თქვილად დღეს კალა ერთი გაგვისწორეთო ოქტოპოსზე ბევრი კარგი ვიდეო დევს, შეგიძლიათ გადახვიდეთ უყუროთ, ვისაც არ გინახავთ ევოლუცია სერიალების, არაჩვეულებრივი ვიდეოა, ჩასაძინებლად იდეალური. ადადით ჩართეთ და უყურეთ. თან 22 წუთიანია, ასე რომ საკმაოდ ხანგრძლივი ვიდეოა და დაძინებას ადამიანი მოასწრებს მარტივად. ასევე ვისი ხილვა გინდათ სტუმრად, მორჩება ლაივი, დაგვიწერეთ, გავითვალისწინებთ აუცილებლად. ვეცდებით გავითვალისწინოთ. იმიტომ რომ ვერ გავითვალისწინოთ. არა, გავითვალისწინებით შეიძლება ვერ მოვიყვანოთ, მაგრამ გათვალისწინებით გავითვალისწინოთ. ხო. საწყალი სახით გამოიხედე შე. ავიღალე ბიჭო. რა დაგღალე? არა დამღლელი ძალიან 3 საათი. ამას ეძინებოდა 1 საათი წინ ჯერ კიდე. დავამუღამე. მე დაიღალე? უხერხულია. ისე რა. სტომართან უხერხულია. ნე. ბიჭო, აი წახვედი მოსაწყად არ დაუძახე ჯერ ერთი ეგ რა ქვია. მე წავიდა მოიკრიფა ძალები, ყავა დალია და მოვიდა ეხა. ვინგიშლით მე ყავის დალევა შეჩემო. შენს უამბობ რომ ყავას როსო ხოძე მოვდივარო და ერთხელ არ დაგილევია. არა ეხა გაციბულა, არ დააკვირდი რომ გავედი. მე პირიქით გაია თბილი ყავა გაგისწორდება. ის მოსახოცად გავედი სხვათა შორის. მართლა? სხვათა შორის მე წყლის მოსახოცად გავედი, სიმართლე რო გითხრა. ანუ მოსაწევადაც ნახევარი საათი რას იხოცავთ ისე. არა, ნახევარი საათი ვიხოცავდი, მაგრამ მიზეზი ეგ იყო სხვა შორის, არ ვიცი. პრობლემა არის, არ შეგემსინათ ეგ. კაი, მოდი და დავამთავროთ ხა მაშინ იმით. ბლიცით? ო, დავაი. საოცარი რუბრიკა ჩვენი, ზუბალამას რუბრიკა. რომელიც არ თავდება ხოლმე არასდროს. აი, რა კომენტარია, ტატო ასაკში უფრო სიმპათიურდები. მადლობა. მე ხშირად გეკითხულობ ეგეთ კომენტარს. ჩემ თავზე. ახლა კი თუ მოусმენთ, დიდად დამავალი. მეგობრებო, ვისაც გძინავთ უკვე, ვისაც უკვე ჩაგეძინა და არ გაკითიშავთ, აი ახლა გამოირჩევა ეს ლაივი. როგორ? ანუ ბოლოსკენ უკვე სამ-სამ გძინება ხოლმე? გვერდზევდებ და усმენ. ბიჭო, ძალიან კაი არის. მე ცოტა შორის ძალიან კარგად ეძინება ეგ. და ეხლა მაგის garaშე უკვე მეც რაღაცას უნდა усმენ. YouTube-ს თავ ხოლმე და დილით ვიღვიძებ და რაღაც პიზდაცია ხოლმე უკვე ბოლოს აი რაღაც სრული სიგიჟე ხდება ხოლმე. იმ დღეს ერთხელ იყო 9 საათიანი ვიდეო ნახვდა, ვიღაცეების დებატები იყო. შეჩემ გავგიჟდი მე დღეს რა არის. ანად მივედი აქამდე თქო. ასე რომ ორშაბათობაზე ვინც იძინებთ როგორ დავამშვიდობოთ მაგრამ ეხა დაიყვირეთ გაიღვიძებ. არა. ერთხელ ხო კენთ, ორჯერ კენთ ეგა. ძალიან ტკბილი ძილი გამეორებადი გატარებო. კარგად იყავით. ბუნდესლიგას არ გილაპარაკე. ბიჭო, ისე ბაიერნ. კარგად, ჩემს ჰეტრიკი.
შემდეგ ორ შაბათამდე ბაიერნის გულს. მოიც ერთ გთხოვ ერთ წამთან დაამთავროთ რა გთხოვ. ერთი წამი კი ბატონო რა პრობლემა. გამაზე როსერე კითხავ და რა როსერე კითხავ დაწერე კაცო 4 საათის წინ თქვი და. კი გამაზა. ერთი წამს გთხოვ არ დაამთავროთ რა თუ დაწერე როსერე კითხვას დაწერე. კარგი შეჩემა რა გამორთე. გამორთე? ძალიან კაი. აი რა გამორთედო. იტყუება მიდის კიდე კომენტარები. არ გათიშო რა გთხოვ ერთი წამით რა. ბიჭო, რასადაც კითხონ დაგროს მე რომ იფიქრო მე ერთი წამი შეჩემა ერთი წამი რა მოხდადო? რა ერთი წამი? დაწე მორგენ დაწერე დროზე თორე წავიდე ეს გათიშეს. ხუი მორგენ, ხუიეტა, ხუი მორგენ. სად მიდიხარ შეჩემა იყავი რასო? ჩემი სამუშაო დრო ამოიწურა უკვე დიდი ხანი მე დამატები თამაში ფულს არავინ მიხდის და დაგემშვიდობ. აი მაინც პოდკასტში შევხვდებით. 20 წამი რა გთხოვ. მორგენ დაწერე კითხვა. სად დაწერა მე ვერ ხედავ შეჩემა. აბა აბა სადაა შეჩემა კომენტარებში არის ზემოთ ზუბა ლამა არა ვარო მე გითხო მოიცა მავანის დაუწერია მანამდე ცოტა ხანი იყავითა მეგობრებო მანახე რა სექსი ვახტანგ ბაციკაძესთან ერთად მაინც ერთი წამი აბა ბიჭო მე ვერ ნახულობ რატო ვერ ნახულობ კომენტარებში ვახტანგ ლაივჩატზემა გადაყვან ლუკა ერთი წამიც რა ერთი წამი მოიცა რა ერთი წამი შეჩემა მე ვერ ნახულობ აკითხვას და მანახე რა შენ არა მანახე რა მივარ და შოკ შააკრობ ხო ბიჭო სადაა რატო ვერ ნახულობ შეჩემა ბიჭო კითხვა მანახე რა გჭირს შეჩემა ეკრანზე გამოიტანე კიდე გამოიტანე შევხედავ ხა უკეთ რა ეს კაცი მომაშურა აბა მაიცა ხოჭო რაო ხოჭო რომელსაც ეძახიან აუ წაიკითხე რა ცორა კიდე წერია ხოჭო რომელსაც ეძახიან X-ი უჩვეულო სახეობა ამ ქცევის გამო მათ ასევე ეძახიან ბუნების სანიტლებს. დაასახელეთ ამ სახეობის სახელი თუ გეტყვით რომ ეს სახელი გვხვდება 1912 წელს დაწერილ ნაწარმოებში. 1912 წელს დაწერილ ნაწარმოები ის არის რა ქვია ადრეა კავკასთვის. გარდასახვასთვის ადრეა 1912 წელს. მაგ კითხვა ვერ გავიგე წესიერად. კითხვა ვერ გავიგე, მაინც წესიერად აქედან არ ჩანდა და. კაი, ვიფიქრებ და ხვალ შემდეგ აცემაში პასუხს გეტყვი, იმიტომ რომ ესე ვერ მივხვდი რა კითხვა იყო. კაი, всё, დავამთავროთ ახლა. მადლობა ლუკა, კიდევ ერთხელ. მადლობა. კარგად ხალხო, დაგემშვიდობეთ უკვე და კიდევ ერთხელ დაგემშვიდობებით. რამე გინდოდა გეთქვა? რამე გინდოდა გეთქვა? ან შეოდი გახდა წლის საუკეთესო მსმენელი. დიდი მადლობა. აბა თორ ჩავიდა იქ. მე ნატალი პორტმანი თო. მე შუაში იყო ახ ნატალი პორტმანი. ძალიან მიქსდ ხალხია ჩასული იქ. ნატალი პორტმანი ძალიან მევასებოდასო. ნატალი პორტმანი და სპიდი. კაი კალია. არა და თუ იყო კაი გოგო ვთქო ვიტყოდი მაგრამ. კაი ბავშვი. შეჩემარა. ბავშვია. ბავშვია რა, კაი ბავშვია შეიძლება თქვა? არ მიყვარს ეგ გამოთქმა და. კაი. 2011 წელს მოიგო ბიჭო ოსკარი? დაეწერა ეხა. დიდიაუგი. პიზდეც 2011-ში ჩემი კა რა დაო 13 წლის წინ იყო ისა ბიჭო ის. ვი, თუ რაში მოიგო? არა ისა. ფლექსონი თუ? 13 წლის წინ იყო ეგ ფილმი ბიჭო. არის, რანაირად გადის დრო რა, უბედურებაა თო. რანაირად 13 წლის წინ ყველაფერი. მე დღეს ვნახე ძალიან დამთრგუნველი ისე რომ 1940 ანუ არ სიმართლეო 1956 წლიდან 1990-მდე ზუსტად იმდენი დროა გასული ამეც 1990-დან 2024-მდეო და ხო ეგრეა კი მაგრამ აი აღქმაში ჩემ აღქმაში ძალიან ის იყო უცბისდეცი გამეჩიტა რა twin-ში რომ 90 წელი მგონია რომ მაინც შედარებით აქეთ იყო და რო დავფიქრდი 90 წელს 56 თითქოს ეგრე აქეთ არ უნდა გოგონებოდა ადამიანს, მაგრამ ალბათ ეგონა. ჩემპიონთა თასი მალე ჩემპიონთა ლიგა გაასწრებს ჩემპიონთა თასს? ჩატარებული სეზონებით? არა, ჯერ ვერა კაცო 20 არა, ჩემპიონთა თასი. მე საბა რა თქვი?
ზოგადად ანუ ის იყო. რომელი 56-დან 90-მდეო? იმდენივე მართალი ხარ ხო? ჩემპიონთა თასი 56-ში ხო დაიწყო? მართალი ხარ ხო? ასლაპარაკო ბიჭო. ჩემპიონთა ლიგა მე მეგონა რომ აი ახალი ტურნირია და ჩემპიონთა თასი არის, ამდენი ხანი იყო და მე გადააკეთეს და. ხო. ამდენიმე სეზონი დარჩა. და ჩემპიონთა ლიგა უფრო მეტი იქნება ჩატარებულ და ჩემპიონთა თასი. ვაა. ძალიან უცნაურად გადის. ეგ ძალიან უცნაური ინფორმაციაა. და ევროპის ჩემპიონატი 2004 წლის იყო 20 წლის წინ. ძალიან დიდი დროა და ძალიან უცნაურად გადის. ეს 13 წლის წინ რო იყო, რა ვიცი ჩემი. აი всё, მე მგონი აცხადებენ ბიჭო. ქალებია ჯერ. კარგად, შემდეგ ორშაბათს შევხვდებით, არანაირი პარასკევა არ იქნება და ჩემპიონთა ლიგაც არ გვაქვს ევროპაბეთ სპორტზე გავაკეთოთ. მოიცა ქალი მე გახდა ეს მაინც ნახოთ. აი არ დაამთავრე ერთ წამით. არა, ნახე დატომ, შენ ნახე, ჩემი სამუშაო ცვლა. დამთავრდა? ვიღაცა გამოვაცხადა, ნახე მატალი პორტმანმა. აი ვიღაცა მოიგო, არ ვიცი ეს ვინაა. ვინაა ეს ქალი? შეჩემა თუ ვინც მოიგო ის არ იცი. ბონმატი ყოფილა შეჩემა. ჩვენი ქალია, ვინც არ იცი და სახეზე ვერ ვცდო. რაში გაინტერესებს? სახეზე ვერ ვცდო ბონმატის რა ვქნა ეხა. სახეზე ვიცი პარალუელო და ისა რა ქვია. ჯენიფერ ლოპეს. ხენიფერ ერმოსო. არა და აი რაღა დარჩატო, ერთი დაჯილდოება გადარჩა, კაცი უნდა დააჯილდო. კაცი უნდა დააჯილდო, მორჩა, ქალი, აი ბონმატი მიიღო, ეხა მადლობა სიტყვის და მე კაცი სიტყვია, მაგრამ არ უნდა. რა ვქნა? არ მინდა, იმიტომ რომ მე ბოიკოტს უცხადებ მაგ ორგანიზაციას. კახბები მათი. ბონმატი მხეცია. იციან. ახონდის მეგობრებო? ბარსა ბაკ მაინც მოვიგეთ რაღაცა. აბა შენ გათიშე უკვე? თუ რას აგეთ? აშო, ამ შუქსაც აკრო. აი ეს ნაღდათ ის არის უკვე შორენასთან. 5-დან ორივე ჩვენს მარტო. ხამე შორენას. მაცივარი. ხო. და ჩემი სახე ჩანს, просто ლეპტოპი მანათებს, ხო მაიცა? აჰა. აბსოლუტური სიბნელეა მარტო 5-დან 0 ჩანს. რამე ის საშიში ისტორიები არის ციკალა. მეტი რაღაც საშიში ისტორია გინდათ, კიდე 4 წელი უნდა ოცნება იყოს ხელისუფლება. კაი. მადლობა 4 საათიანი გამოცხვა დღევანდელი ლაივი 3-ზე ტატო არ მომთავრებინებს ხოლმე ტატო 10 კითხვა არის მარტო და ტაშის დაკვრაზე მალევე მორჩებით მართალი ხარ მოდი მართლა კლუბის ვითამაშოთ გამარჯობა ჩემი სახელია და შემდეგ გაცემაში არ ვქნათ რა 10 კითხვა არის მართლა 5 წუთი გაგზელდება ჰა? არა ბიჭო მართლა ცუახანი გზელდება ძალიან არა დავამთავროთ ბარემ შეჩემა არა დაჟე აი მაგიდის დერბი რო იდება ხოლმე ეს ბოლო რაუნდი რო რჩება იმენა აი ამდენია ხოლმე იმას დარჩენილი 3 წუთი გზელდება მართლა. არა, მე გავპროჭდები ახლა და უარს ვამბობ წაკითხოთ. კაი 4 საათი ბევრია, დაღლილი ვარ მართლა და. გავაკეთოთ ცალკე. ბიჭო არა, მარტო ამისთვის მე არის ძალიან ცოტა. ვიღა გადაობა გავაკეთოთ. აი როგორც გინდათ, კაი. просто მართლა მალე მორჩებოდით და მაგ. ნიჩო, გავერთობით შემდეგ გადაცემაში. დავაი, კაი. სტუმრში გარშე რეკორდზევა? შეიძლება რავი. 4 საათი ნამეტანი მოგვივიდა, ბევრი ვილაპარაკეთ. მადლობა სპონსორებს. დონაციები რო იყო? ჰა? დონაციები რო იყო? აუ, გეხვეწები შემდეგ გადაცემაში წავიკითხე. აი, დონაციის წაკითხოს რა უნდა შეჩვენ. აი, მიზეზი რა. დონაცია რა, ეხლა კაცმა ფული დახარჯა რაღაცა და იგითხე. ბოდიში შემდეგ გადაცემაზე გადადის ეს დონაციები. რამდენი დონაცია იყო? 3. აი, გამოვუშვი 2 წამი არა. არის, კაი აზრია. ხო. არ იქნება ცუდი აზრი. მე ბატონო. არ იქნება ცუდი აზრი არა, კაი აზრია. კაი აზრი ვიბადება 4 საათი რო ეთერში ხარ მაგის მე ზოგადად. 4 საათი და 22 წუთია, ხო? ხო. არის რეკორდი თუ არა? შენ და ნოდა რა, короче, ესე იგი ერთ-ერთი ყოველდღიური გადაცემების ისინი ხართ რა. და აი კომენტატორი რო ხარ, ხო? და მაინც ენერგია მაინც ყოფნის ადამიანს, რო. რა დღეს კი ბევრი არ მილაპარაკია, მაგრამ ნუ რაღაცა ეთყობა. ბევრი არ მილაპარაკია. ენერგეტიკაა რა, ესე რომ. ჩვენ ლაპარაკობდით აბა შეჩემა? ნუ ძირითად. ხო? ბატლა. არა, არის ხო ეგ ატრაკებ ხა. არ მოგერიდებოდა შენ ჩარეო. შევას მადლობა. რითი წადო დაგენძრევა ეხა. მოგე 4 საათ ნახევარ არ გიყო ადამიანის მოფერება და ჩახუტება გავიგეთ ეხა ხო? არ ვეფერები შეჩემა, საყვედური მინდა უთხრა. საყვედურები რით არ გიყო? აი, მორჩეთ ეხა. მადლობა, შევას რო იყო ჩვენთან ერთად. არ ვლაპარაკეთ თურმე კაცი შეჩემა. არ ვლაპარაკეთ 4 საათ ნახევარში რაღაცა 1 საათი გამოუვიდოთ ახლა ამასაც და მეც ეხა სხვაებიც არ ლაპარაკობენ და ბოდიში ამასაც შეჩემა რაღაც ილაპარაკე. აუ, ნუ ატრაკებთ ახლა რა. არა, დატო არა. აუ, მეძინებასაც.
დღეს ადრეავდექი. კაი. და ჩვენ წამდგენ ევროპაბეთ სპორტი, სადაც ზეგ გვექნება ლაივი და 20 საათნახევარი რაც არ გვეყვა აქ, ზეგ დავიხარჯებით ჩემპიონთა ლიგის მატჩების მერე, რომელზეც არ გვისაუბრია პრემიერ ლიგა. ვაფშე არ გილაპარაკია, ხო, ჩემპიონთა ლიგის. მაგრამ არა უშავს. აკრებიც არ გილაპარაკია თითქოს. მოდი ვილაპარაკოთ. მეგობრებო, გიტოვებთ ვახტანგ ბაციგაძეს ესე მარტო ჰანგებს ეთერში, ზუბა ლამას რუბრიკა იწყება, 3-ის ნახევარზე. ლიგაზე არა უშავს რომ გიბაზრია ყლეტურია, მაინც ისეთია, უცნაური ტურია რა, რაც აფრიზით ახდება. არა, ყლეტურია. ვანილის ნაყინი იკითხე. დებილი ვარ. ვანილის ნაყინი. ლივერპული ისაა, კი, ვიკითხე. კითხა. ლივერპული რეალია შეჩემა და ის არის, რა ქვია. ბევრი კაი თამაშია. კაი ტური არის ამ. და ლივერპული რეალი როა რა, მე ვილაპარაკებ თამაშების მერე უფრო საინტერესოა, ვიდრე დატო რას ფიქრობ ხა აი. მე რომ მეკითხებიან ხოლმე აი. რას ფიქრობ იმაზე? რაში გაინტერესებს რას ფიქრობ რეალი ლივერპულზე? ბიჭო მეც მიკროს. არა, როგორ უნდა გამოვიცნო ხა რა. მე მგონია რომ უბრალოდ დალაპარაკება უნდა ადამიანს. აგრადეივოსება თუ ლივერპული და ანუ რა. ხო, არ გონია რომ დალაპარაკება უნდა თუ უბრალოდ მაგით გეკითხებიან. ანუ პროს თემის წამოჭრა, რომ ამაზე ხო არ ვილაპარაკოთ პონქტია, მაგრამ ლივერპულს ხა ესეთი მან ესეთი თამაში წავა ხა არ გამორიცხო რომ აი რა უნდა უკრა. რაღაც ეგეთი პროფესორული არ შემიძლია რა. აი ბიჭო ნებისმიერ სიტუაციაში სულ ეს ამბობ რა, აი რას ფიქრობ ლივერპული რეალზე რა უნდა. აი თამაშის წირო შედიხარ. ვინ დაიმპრა, ვინ დააყენეს, მცდელმა რა თქვა, აი რაღაცა მაგ განხილვა მოდის რომ აბა ვინ ამან თუ არ მოიგო, აი ქუჩაში მაგას ხო არ დაუწყო. ხელი რო არის, აი 1 საათი ისა რომ დრარჩა და აბა მოდი, ვილაპარაკოთ, ეს სხვა არის. ესე ეგაცმა არ გვაქვს, თუ გავაკეთოთ ეგეც. თამაშის წინ არ უნდა შევიდეთ ეთერში, მაგის დედავატი. თამაშის წინ უნდა შევიდეთ ეთერში, თამაშიც რო გქონდეს. ანუ აი რო გქონდეს მე ეთერში თამაში კი. ვაყიდინოთ ახლა ევროპაბეთს სპორტს. თურქეთის ჩემპიონი არავის არა აქვს, დავიზეთ მე და შენ გავერთოთ რა. ბაზარი არა. კაი, ესა. მეგობრებო, აუ სიამოვნებით ორ შაბათობა შედგა. ოღონდ რამდენიმე გამორჩეულ თამაშს ახლა. 4 საათს მე ყველაფერი მოგწონს, რასაც ბიჭო, ხვენერბახში ის რო იყოს ბეშიქტაში არ წაიყვანდი, მაგას გაიგო. მაგას შეჩემ. თამაშია მუხკეცეს. შაბათკვირას წამოკოტრიალებული რო ვარ ახლა და მაგდე კიდე იმას. აუ ხოცავენ ერთმანეთს ჩემა ტრიბუნებზე ცალკე მოედანზე ცალკე ვარსკვლავი თამაშობს ძალიან ბევრი მაგარი ჩემპიონატია მაგარი თამაშები არის ჩემ